მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო, იმედი მაქვს რომ ხართ ძალიან კარგ განწყობაზე, ამაღლებულ განწყობაზე და ეხლა კიდევ უფრო მეტად შევეცდები ავამაღლო თქვენი განწყობა. ალბათ ბევრმა თქვენგანმა წაიკითხა უკვე ჩემს მიერ დადებული პოსტი და კიდევ ერთხელ განმეორდები და გავაჟღერებ, რომ Black Friday-სთან დაკავშირებით მინდოდა თქვენთვის გამეკეთებინა ერთგვარი საჩუქარი, რომელიც ამოქმედდება ხვალიდან მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში. თქვენ შეგეძლებათ ჩემთან გაიაროთ 50%-იანი ფასდაკლებით პირადი კონსულტაცია და ასე ვთქვათ, ბონუსის სახით შემდეგ კონსულტაციის დასრულების შემდეგ გადმოგეცემათ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით 2026 წლის ბარათი. სადაც აღწერილი იქნება პროგნოზი თუ რაგვარად წარიმართება და ჩაივლის 2026 წელი თქვენთვის. მივუბრუნეთ დღევანდელ თემას, თუ რა გაშლით მოვედით თქვენთან, ეს იქნება თქვენს მიერ კითხვით, ეს თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი თუ რას გრძნობს თქვენს მიმართ. მოდით მე სანამ დასტას მოვამზადებ, თქვენ ჩაიფიქრეთ ადამიანი, რომელიც გიყვართ, რომელზეც ფიქრობთ და ვნახოთ დღეს რას გვეტყვის ტარო მის შესახებ, რას გრძნობს თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება. დასტა მზად არის და ვნახოთ მას ასე, რას გრძნობს თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი. მე ახლა გავაკეთებ მოკლე სიგნიფიკაციას იმისთვის, რომ თქვენ წარმოდგენა გქონდეთ თუ რეზონირდება თუ არა დღევანდელი გაშლა. რა თქმა უნდა, ეს არის საჯარო გაშლა, შეიძლება 100-დან 100% არ რეზონირდეს, მაგრამ ვფიქრობ, რომ მაინც ღირს ხომ ბოლომდე გაშლის ყურება. მას ასე ვნახოთ დღევანდელი გაშლა ვიზე იქნება. დღევანდელი გაშლა ჩემო ძვირფასებო იქნება ადამიანზე, რომელიც იმყოფება სამკუთხედში. ადამიანთა შორის, წყვილს შორის, სადაც არის დაძაბული სიტუაცია და აქ შეიძლება დროებითი პაუზაც იყოს აღებული. კიდევ მოდით დავყოთ ესე ფენებად, ხომ? რეზონირდება კიდევ ადამიანზე, რომელსაც ოჯახი ყავს, აქ შესაძლოა ყავდეთ თქვენ შვილებიც და ადამიანზე, წყვილზე, რომელთაც ახალი დაწყებული აქვთ ურთიერთობა, ხომ? კარგით, მოდით ჩავშალოთ ეს. ვიტყოდი ასე, წყვილში, სადაც არის სამკუთხედი ძვირფასებო, არის ძალიან გაურკვეველი სიტუაცია. აქ შეიძლება თქვენ იყოთ პაუზაში, რადგან თქვენი გულისწორი, ესე ვიტყოდი, რაღაც უცაბედად, ასე ვთქვათ, თითქოს რაღაცა ცივ ენერგიებში გადავიდა. ყოველი შემთხვევისთვის თქვენ ასე ფიქრობთ, იმიტომ რომ რაღაცა უცაბედად შეიცვალა თითქოს თქვენს მიმართ. ხოლო ადამიანებს, რომელთაც აქვთ ოჯახი, არის გაურკვევლობა, აქ შესაძლოა თქვენ ფიქრობთ ოჯახიდან წასვლას. ხოლო იმ ადამიანებს, რომელთაც ახალი დაწყებული აქვთ ურთიერთობა, გაურკვეველ სიტუაციაში იმყოფებით, იმიტომ რომ ვერ ხვდებით რამდენად სერიოზულად ფიქრობს ეს ადამიანი თქვენზე. მოდით ვნახოთ მაშინ, ასე ვთქვათ, ეს ვარიანტები არ არის, ეს არის უბრალოდ სიგნიფიკაცია, ხომ? თუ ვიზე რეზონირდა თქვენ თვითონ დაიჭირეთ, ასე ვთქვათ, ხომ? მოდით ახლა ვნახოთ თუ ეს ადამიანი, ხო, თუ რომელიმე თქვენგანზე რეზონირდა, რას გრძნობს თქვენს მიმართ, ხო? ანუ გვაქვს სიტუაციები იქ, სადაც არის
ოჯახი, შესაძლოა იყოს შვილებიც, მაგრამ არის თქვენ შორის დაძაბული გაურკვეველი სიტუაცია და თქვენ ვერ ხვდებით თქვენს მეუღლეს ისევ აქვს ის გრძნობები, რაც დასაწყისში ქონდა ურთიერთობის, ფიქრობთ ამის გამო ოჯახიდან წასვლას, დარჩენას, ანუ გადაწყვეტილებას ვერ იღებთ. წყვილზე, სადაც არის სამკუთხედი და არის დაპაუზებული სიტუაცია და ვერ ხვდებით რატომ და ურთიერთობა, რომელიც არის ახალი დაწყებული, სადაც არის შეხვედრები, მაგრამ ჯერ ვერ ხვდებით ეს ადამიანი რამდენად სერიოზულად ფიქრობს თქვენზე და რამდენად სერიოზულად უნდა ამ ურთიერთობის წარმართვა. მოდით ვნახოთ სინამდვილეში ეს ადამიანი რას გრძნობს თქვენს მიმართ, ხო? მე ვფიქრობ, რომ დაგეხმარებათ დღევანდელი გაშლა იმაში, რომ მეტნაკლებად გაიგოთ რას გრძნობს ეს ადამიანი თქვენს მიმართ და გადაწყვეტილების მიღებაშიც ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ, რომ დაგეხმარებათ, რაც ჩემი ძალიან დიდი სურვილი არის თქვენი დახმარება, ჩემო კარგებო, დანარჩენი კი პირად კონსულტაციაზე. მოდით ვნახოთ რას გრძნობს სინამდვილეში თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი. თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება. ჩემო სიხარულებო და ჩემო ძვირფასებო, თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი, მე ასე ვიტყოდი, არა ტარო, რასაც მეუბნება, მე ხომ ერთგვარი თარჯიმანი ვარ, ანუ ტაროსა და თქვენ შორის ფარგლი ხომ ინფორმაციას. ტარო მეუბნება, რომ ნამდვილად ეს ადამიანი ამ პერიოდში თითქოს საკუთარ თავში არის ჩაკეტილი, ჩემო კარგებო. თითქოს არ გეუბნებათ, არ გესაუბრებათ თავის გრძნობებზე, არ აჩვენებს საკუთარ თავს რეალურად რას ფიქრობს თქვენზე, მაგრამ დამიჯერეთ და დამერწმუნეთ, რომ აქ თქვენზე ეს პიროვნება ნამდვილად სერიოზულად ფიქრობს. მათ, ვისაც ოჯახი აქვთ, იქ სინიფიკაციაში, სადაც ამოვიდა, რომ შესაძლოა შვილები ყავთ, ეს ადამიანი ნამდვილად კონცენტრირებული არის ოჯახზე, თქვენზე, უბრალოდ აქ შესაძლებელია აქვს თუნდაც სამსახურში რაიმე პრობლემები, ფინანსური პრობლემები, რომლის მოგვარებასაც ცდილობს და შესაძლოა ამ პერიოდში ამის გამო თქვენ მოგაკლოთ ერთგვარი ყურადღება და თითქოს ზრუნვა, მაგრამ ნამდვილად აქ უბრალოდ მისი გონება გადატანილი არის ამ საკითხზე. ქალბატონებო, გოგონებო, დამიჯერეთ, თუ კი თქვენ იმყოფებით ხომ ამ პოზიციაში და ფიქრობთ, რომ თქვენი მეუღლე ან მესამე ადამიანით არის დაკავებული, ნამდვილად არა, ის თქვენზე ფიქრობს, უბრალოდ აქ პრობლემების მოგვარებას უფრო მეტ და დიდ დროს ანდომებს, მისი გონება არის კონცენტრირებული ეხლა ფინანსური პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით. ხოლო იქ სადაც ურთიერთობა არის ახალი დაწყებული, მე ვიტყოდი იმას, რომ ეს ადამიანი ჯერ ფიქრობს, ფიქრობს იცით რაზე, მაინც ახალი არის ეს ურთიერთობა და ყოველივე გადმოდგმულ ნაბიჯს კარგად ზომავს და ალბათ ეს კარგიც არის, ხომ, დაუფიქრებელ ნაბიჯს არ დგამს. და ნელ-ნელა, ასე ვთქვათ, ეს ურთიერთობა მიყავს წინ, არჩქარობს, იმიტომ რომ აქ მე ვფიქრობ, რასაც მეუბნება ტარო, ჯერ არის თქვენი გაცნობის ფაზაში. ხოლო იქ სადაც არის სამკუთხედი, მესამე პირი, აქ მესამე პირად შეიძლება იყოს კი ბატონო, როგორც პიროვნება, როგორც ქალი ან მამაკაცი, ასე ვთქვათ, ცოტა ისე ცუდი სიტყვა არის, არ მიყვარს ეს ამ სიტყვის თქვა, მაგრამ საყვარელი, ან შეიძლება იყოს აქ, მესამე მხარე, აქ შესაძლოა იყოს თუნდაც სამსახური, ხო, რაღაცა, სხვა, ან თემა, როგორც სუბიექტი, ისე ობიექტი, ხო, მესამე სიტუაცია, ასე ვთქვათ, ხო?
აი იქ ამ სიტუაციაში მე ვიტყოდი, რომ ადამიანი არის ძალიან ჩაფიქრებული, ანუ ღრმა ფიქრს არის ღრმად ფიქრობს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დაალაგოს თქვენსა და აი ამ მესამე სუბიექტს თუ ობიექტს შორის სიტუაცია, იმიტომ რომ თითქოს ორად არის გაახლეჩილი, არც თქვენ ეთმობით და არც ის მესამე სიტუაცია, ანუ ხომ? მოდით ჩავშლი მე ამ სიტუაციას და ამ პოზიციას, კიდევ ვნახოთ, რას ფიქრობს ეს ადამიანი თქვენზე. თქვენზე ფიქრობს ძვირფასებო იმას, რომ რაღაცა ძალიან დადარდიანებული არის, ანუ თითქოს რაღაც ძალიან დიდი გადაწყვეტილების წინაშე დგას, ჩემოკარგებო. აქ ისევ ამოდის ეს ფინანსური მხარე, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, თქვენ იცით როგორ გიყურებთ, აი როგორც ადამიანს, რომელიც აძლიერებთ მას, ანუ თქვენ აძლევთ ბიძგს იმისა, რომ მისი პრობლემები უფრო სწრაფად და უფრო შედეგიანად იქნას მოგვარებული. თითქოს თქვენ ხართ მისთვის ძლიერი, შემდგარი ადამიანი, რომელიც მას გზას უნათებს. თქვენთან მას ძალიან დიდი ბედნიერება უნდა. მე აქ ვიტყოდი ისევ იმას, ჩემოკარგებო, რომ ცით რაღაცა ძალიან დადარდიანებული არის, ანუ ეს ადამიანი. რაღაცა ძალიან დიდი პრობლემის წინაშე დგას, ძალიან დიდი პრობლემის წინაშე დგას და არ იცის თან, ანუ როგორ გადაწყვიტოს და როგორ მოაგვაროს. და აი ზუსტად ეს პრობლემა უშლის ხელს ძვირფასებო იმაში, რომ თქვენთან უფრო გახსნილი იყოს, უფრო მეტად თავისუფალი იყოს, რაც მას სურს, თითქოს საკუთარ თავს ეწინააღმდეგება. იცით როგორ სიტუაციაში არის, აი ერთი წუთი სიტყვაზე ვამბობ, აი ფიქრობს, რომ აი ახლა მე მივან ჩემს საყვარელ ადამიანთან, ჩემს გრძნობებზე დაველაპარაკები, ჩემს სითბოს და ჩემს სიყვარულს ვაჩვენებ, მაგრამ მეორე წუთს ახსენდება ის თავისი პრობლემები, ისევ ითრგუნება, თითქოს ავიწყდება ის რისი გაკეთებაც უნდოდა, მოდის თქვენამდე, არის ძალიან დადარდიანებული, თქვენ არ გესაუბრებათ თავის პრობლემებზე, იმიტომ რომ არ სურს მას, რომ მოგახვიოთ თავს ეს პრობლემები და ამის გამო თქვენ ხართ საფიქრალში, ანუ ვერ ხვდებით რა აიძულებს ამ ადამიანს თქვენს მიმართ იყოს ესეთი ცივი, ასე ვთქვათ, ცივი ბრჭყალებში, ხომ? ამ ადამიანს სურს, რომ გაანულოს აბსოლუტურად ყველაფერი, პრობლემები რაც აქვს და თქვენამდე მოვიდეს ძვირფასებო განახლებული, გამთლიანებული, სადაც შეიძლება რომ იცხოვროს მშვიდად, იყოს ბედნიერი თქვენთან ერთად, იმიტომ რომ თქვენ მისთვის ხართ ადამიანი, რომელიც არის ბუნებისგან დაჯილდოვებული ადამიანი, რომელიც არის ძალიან ლამაზი, შემდგარი ადამიანი, რომელიც უნდა, ასე ვთქვათ, ინატრო, ანუ ისეთი ადამიანი, რომელიც შენს გვერდით გსურს რომ იხილო, ხო? ვისთანაც გაატარებ შენს, ანუ მთელ ცხოვრებას, ხო? ეს ადამიანი თქვენზე არის ძალიან მოჯაჭვული, თან მინდა გითხრათ, თქვენს მიმართ აქვს დიდი ენერგია, მიზიდულობის ენერგია, მინდა გითხრათ ასევე, რომელიც მოსვენებას არ აძლევს. მისთვის ხართ ვარსკვლავი, ანუ ვარსკვლავი, რომელიც ცხოვრების გზას უნათებს, ანუ თქვენ მისთვის ამთი ხართ. მას სურს შემოძვირფასებო, რომ თქვენ ჩაგკიდოთ ხელი და ცხოვრების გზაზე თქვენთან ერთად იაროს.
თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელიც მას ბედნიერებასთან, ანუ ასოცირდებით თქვენ მისთვის და ძალიან სწრაფად მას სურს, რომ მოაგვაროს ეს თავისი პრობლემები, მოვიდეს თქვენამდე, კიდევ ერთხელ განმეორდები და ვიტყვი, ჩაკიდოთ ხელი და თავისი, ასე ვთქვათ, დარჩენილი ცხოვრება, ანუ თქვენთან ერთად გაატაროს ძვირფასებო, რასაც მე გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს და ძალიან ძალიან დიდ სიყვარულს.